ერთი ნოველა არის აკუდაგავა რიუნუსკის ძალიან მაგარი ნოველაა, რა ვიცი, არასოდეს არ მოვიწყდები ეს ნოველა. სწორედ ამ თემის ილუსტრაცია არის. ხო, სამურაიზე რო არის რა, ერთ-ერთი ის კარგი მოწაფე ყავს ძალიან ძლიერი, გამიგე, ძალიან ძლიერი მოწაფე ყავს და შვილიც აყავს სამურაის წვერის. და მოხდა ეს ერთ-ერთი შეჯიბრების დროს საჯობა ამ პიროვნებას მისცეს მასწავლებლებს და რინგზე მისი მოწაფე არის. საყვარლისი. ამე როგორია ახლა? როგორია საჯობა ახლა ამ ხელა ფსიქოლოგიური და აკუდაგავა რიუნუსკეს ძალიან დიდ გავლენას განიცდა და ევროპული ფსიქოლოგიისას გამიგე და თავად ეს მწერალი მის ნაწარმოებში ფსიქოლოგიას არ ღალატობს. ესე იგი რა როგორ რეალიზმი რა. გვახედებს ისეთ ადამიანის იმაში, აქვია, ფენებში, რომელიც დაფარული არის დოსტოევსკიც ესეთია. და დოსტოევსკი ძალიან მაგრა იცოდა და უყვარდა მას ეს მწერალი. არანაკლებად აკუდაგავა რიუნუსკეც უცნაური ნოველების ავტორი არის. ქართულად რამოდენიმე ითარგმნა მაგისი. და ეკრანიზირებულია რასიმონის კარიბჭე და ასე შემდეგ. და აი ამ ნოველაში რინგზე ეს რო არის სამურაი რაღაცა და მოხდა ისე რომ მე სამურაის წესები როგორია ხო იცი არა მარტო ფიზიკური და ტექნიკის გამოვლენებაა პირველი, არამედ მორალის და ეთიკის. რეაქცია ყოლადღა მანდ რა მოხდა. ამ ნოველაში ამ რინგზე გამარჯვება მიანიჭა მწვრთნელმა მოწინააღმდეგეს, თავის მოწაფეს არა. ქაბრას და მოწაფე. მწვრთნელმა მასწავლებელმა როგორც მსაჯმა რაღაც შეცდომა დაუშვა. სადღაც ეს ჩაფიქრებული ამის ის არის. რამდენი მთავარი ის კი არ იყო ნოველაში. მთავარი ის არის, ამას რა მოყვებოდა. ხო და ჩვენ ერთ დღეს ეს მოწაფე აბრაზებული რომ გამარჯვება მე მეკუთვნის და თუ ის შენი მასწავლებელია თუნდაც არ მოგანიჭოს გამარჯვება შეხო ის ქვეშებოდები ხარ ფოლონდე და გიყვარდეს ეს და თვითონ ამ მასწავლებელი ამ შემთხვევაში მსაჯის ფსიქოლოგიაში მოხდა ისეთი რამე რაც ხას უსმევს მწერალი რომ ძალიან ძნელია ზედმეტად სასწორზე იქით გადაწყვეტა, იმიტომ რომ არ მოხდეს ისე რომ ჩემი საყვარელი მოწაფეროა ეს არ დავჩაგრო. ამ მდგომარეობაში აი ეს თემაა ჩაგდებული ამ წერლის მიერ. და ხშირად ჩვენ ეს მოგდის. რომ ჩვენიანი როა შეიძლება ამიტომაც არაცნობიერად ამას მივანიჭოთ დაუმსახურებლად. ამან ეს თვითონ თავის თავში გააწონა სწორად და მეორე მეტოქის ვინც არისო მოწაფე იმას დაადო სასწორზე და გადაწყვეტა და გამარჯვება. ხომ? აი ამას ფიქრობს ეს მსაჯი ამ შემთხვევაში. მაგრამ ახლა როგორ იქცევა მოწაფე? გაბრაზდი ხო? რაღაცა შეცდომა შეიძლება დაუშვა. შენ დარწმუნებული ხარ, შენ მოიგე და გამარჯვება შენმა მასწავლებელმა უსაყვარლესმა, რატო გააიგე ეგ რომ შენ მას არ უყვარ ხარ? შენ იცი მის სამშვილდში რა ხდება? მისი მოვალეობა ხო არ იყო მსაჯობა? იგი არის ოსტატი. მაგრამ მოხდა ეს თემა როგორ შემოაგდო მას ესე ჭიდაობა და ის კი არ აინტერესებს ამ წერალს. ადამიანის ფსიქიკა, მდგომარეობა, ამ თუ სიტუაციაში მიბმული ხარ ადამიანთან, მიბმული რო ხარ რაღაცა ობიექტური იმაში, მე შეიძლება სწორად ვერ საჯოდა, შეიძლება იმანაც გიღალატოს, რომ ეს სიყვარული რო გამისა, გაიმარჯვოს ამან, მაგრამ იმიშიშით რომ შენ რო გიყვარს, ამას არ მიანჭოს, სხვას ანიჭებ. აი ეს არის ამ პიროვნებაში. ეხლა მე ეთიკას და მორალი. ერთ საღამოს ღამე მოდის ეს ოსტატი და რომ მოდის უკრიდან ეს მოყვება ისე რომ ჩუმად რა თქმა უნდა სამურაი მოწაფე ძალიან ძლიერი მოწაფე ყავს და მოკლა უნდა ამის ეპარება უკრიდან და აი ეს ხო იცი ოსტატი როგორია გრძნობს ამას მოტრიალს და განგმირა რა და აქ ჩანს ის რომ ეს მართალი იყო მასწავლებელი ეს მორალურად არ ვარგოდა ეს სტუდენტი აი ეს მოწაფე მთავარი რინგი კი არ არის ეთიკაში შენ უტრინო ყოფილ ხარ რა ერთგულებაშიც უტრინო ყოფილ ხარ ხო კარგი ნოველა არის და ჭუის ასწავლე ახლა ამ საუბარში ვიყენებ ხოლმე რომ ხშირად ჩვენ რო გვიყვარს ჩვენიანი ეს სიყვარული ობიექტურობას გვართმევს გამიგეთ და როგორ უნდა გავიდეთ ისეთ მდგომარეობაში რომ მართლა ობიექტურობას ვეზიაროთ ადამიანს ეგ შეუძლია და ასეთი ნოველები აქვს სხვათა შორის აკუდაგავა რიუნუსკეს რო იცოდეთ საინტერესო არის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით